დავიწყო? ხო. გამარჯობა, მოგესალმებით, ეს არის 8 აპრილი, ჩემო არხის მაყურებლებო. მე გიბრუნდები სპორტული ამბების შეახლების ახალ ამბებს გაგაცნობთ. დავიწყოთ პირველ რიგში ის, როგორც ვიცით, დღეს ორი თამაშია, ბაიერნი, ინტერი და რა თქმა უნდა, კიდე მადრიდის რეალი და არსენალი ჩემო არხის მაყურებლებო და დღეს ორივე თამაში ძალიან მაგარი თამაში იქნება, იმიტომ რომ პრინციპში გასვლა ზოგი სახში თამაშობს, მაგრამ აი დღევანდელ მეოთხედფინალები დღეს ჩატარდება და დღეს დაიხსნება ოფიციალურად. ეხლა კი მე მინდა უცებ და მოკლედ მოგახსენოთ ჩატარებული მატჩებით. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ვალენციამ მადრიდის რეალს უნიშნულოვანესი ქულები დააკარგია. ვალენციამ გასაღვონის ზონიდან ამოვიდა და მე-15 ადგილზეა და იმის შანსი იტოვებს, რომ მომავალ წელს ისევე ლა ლიგა ითამაშოს და რა დაქვეითდეს და მეორე ლიგაში გადავიდეს პირდაპირ ამის მნიშვნელობით. ვალენციამ ძალიან მაგარი თამაში მოიგო. ვინისიუსმა მორიგი პენალი გააფუჭა. ამჯერად გიორგი მამარდაშვილმა ამ დუეტში გიორგი მამარდაშვილი გამოვიდა გამარჯვებული. პენალი აუღო და ვინისიუსმა მორიგი პენალი გააფუჭა კიდე ხალხასთან გეუბნებით. კიდე რა შეეხება ეხლა დავიწყოთ ატლეტიკო და სევილიასაც შეეხება ძალიან რთული თამაში იყო და ძალიან ომხრივი შეტევები დაცვა და ეს ომხრივი ძალიან მაგარი თამაში ყოფილა და ატლეტიკო მადრიდმა კონფერენციულ დროში 1-1 იყო დამატებული 4-5-დან სამაგიეროდ ატლეტიკომ მოახერხა მაინც 3 ქულით უნიშნულოვანი 3 ქულით მოპოვება. მადრიდის რეალმა აგების მერე 63 ქულით მეორე ადგილზეა და ბარსელონამ კი მორიგი ფრე დაამთავრა ბეტისთან ვერ მოიგო ბარსამ. რა თქმა უნდა, ჩემო არხის მაყურებლებო და აქტიურობდა აქ რამისი იამალი, ლევანდოვსკი, მაგრამ თითქმის თანაბარი თამაში იყო ბეტისი ბარსელონას თამაში და ეს სახელისა ისახება და ფაქტის სახელზეა. შეხვალ აპლიკაციაში ნახავს სპორტის შესახებ და 1-1 მორჩა ეს თამაში მოკლედ. ამის შემდეგ 67 ქულით პირველ ადგილზეა ბარსელონა და 4 ქულით ჩამორჩება მადრიდის რეალი. ჩემო არხის მაყურებლებო და აქ საჩემპიონო ბრძოლაში ჩემი აზრით აქ ჯერ არაა დასრულებული. ბარსელონა თუ არ ჩავთვლით კიდე ერთ თამაშს გამართავდა მოგების შემთხვევაში 7 ქულით გაასწრებს მადრიდის რეალს და უკვე ამ შემთხვევაში ნაბიჯი ექნება მორიგი გადადგმული ლა ლიგის ჩემპიონობისა. კიდე ერთხელ ჩემო არხი მაყურებლებო ძალიან დიდი მორიგი ნაბიჯი ექნება გადადგმული ამ შემთხვევაში თუ ბარსამ კიდე მოგებით დაასრულა და მორიგი 3 ქულა მოიპოვა. კიდე შეეხება ეხლა მე მინდა გავაკეთო ანსენტი პარი სენ-ჟერმენმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო ანჯერსთან, რომელიც ხვიჩა ყველასხელია მორიგი ასისტი მიითვალა და დუეტ გაატანია გოლი და 74 ქულით ოფიციალურად ლიგა 1 ჩემპიონია პარი სენ-ჟერმენი. ჩემო არხის მაყურებლებო, ეხლა შეეხება რეალმაც შესანიშნავი თამაში მოიგო, ასე ვთქვათ და შევიდა 4 ოლში. შანსი იტოვებს იმისა, რომ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგა ითამაშოს. ამისთვის მე მინდა რომ წარმატება უსურვო რეალს და იმ ბიჭებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ქართველ გიორგი მიქავწაზეს კიდე, რა თქმა უნდა, რომელიც ანგარიშზეა 4 ასისტი და 8 გოლი. ძალიან შესანიშნავი სტატისტიკა აქვს და
მე დაკუნებული ვარ მიქავტაზე ამაზე არ გაჩერდება შემოარხი მაყურებლებო კიდე რა შეეხება რომ როგორც მოვიცინეთ აგერე დანარჩენსაც გუში ნაპოლმა სერიალზე გადავედით ეხა შემოარხის მაყურებლებო გუში ნაპოლმა მორიგი ქულა დაკარგა პოლონიამ და ნაპოლმა ქულები გაიყვეს ერთი მორჩა და ამის შემდეგ 65 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება ნაპოლი და ინტერს ჩემპიონ ინტერს ჯერჯერობით 3 ქული ჩამორჩება და აქ არა დასრულებული საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება ამ სამ გუნდის შორის ატლანტა ნაპოლი და ინტერი შემოარხის მაყურებლებო და ბოლო ტურამდე ჯერ არ გაირკვევა ჩემი აზრით არ გაირკვევა რა თქმა უნდა პრინციპში მე ვფიქრობ რომ ნაპოლი გახდება სერია ჩემპიონი რა თქმა უნდა 3 ქული ჩამორჩება მაგრამ არაფერი არ არის დასრულებული შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს საჩემპიონო ბრძოლაში და პირიქით ნაპოლი გადავიდეს პირველ ადგილზე და საინტერესო გახდეს ბოლო ტურების სანახაობა ნახვა რა თქმა უნდა შემოარხის მაყურებლებო ამ სამ გუნდის მონაწილეობით და კიდე რა შეეხება ეხლა მე მინდა გითხრათ როგორც გითხარით აი ზუსტად არის თამაშები რა თქმა უნდა დღეიდან დღეს არის რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის მორიგი პირველი მატჩები გაიმართება ამ კვირაში მეორე მატჩები კი 15-14-ში 16-ში რა თქმა უნდა შემოარხის მაყურებლებო და ძალიან მეოთხე ფინალები ძალიან მაგარი გუნდები ერთმანეთზე უკეთესი გუნდები შეხვდნენ ეხლა კი რა შეეხება ბარსელონა ხო ბარსელონა ეთამაშება დორტმუნდს რომელიც გასავალს არა ისე სახალხო მდგომარეობაში დორტმუნდი ბუნდესლიგაში და გასავალ დონიდან მე-13-მე-14 ადგილს იკავებს შემოარხის მაყურებლებო კიდე რა შეეხება ჩვენი მიქავტაზე ეთამაშება უნაიტეს ხვალ კერძოდ ხვალ ძალიან საინტერესო თამაში იქნება ევროპის ლიგაზე რომელიც უნდა გაიმართოს აქაც 7 გოლი და 4 საგოლე პასი აქ გიორგი მიქავტაძე სანგარიძე არის 4 საგოლე პასი და 7 გოლი შემოარხის მაყურებლებო ახლა კი მე მინდა გითხრათ მადლობა მოსვლენისთვის მადლობა გიხდით შემდეგი ვიდეო იქნება ზეგ შემოარხის მაყურებლებო და მოგახსენებთ რა შედეგები დადგება ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ევროპა ლიგაზე და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა გითხრათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ, გააზიარეთ მაქსიმალურად, რათა ბერმა გაიგოს სპორტის შესახებ, სოფლიოს სპორტის შესახებ, რა ხდება ჩემო არხის მაყურებელს. მადლობა კიდევ ერთხელ.